უკრაინა თევზაობაზე მიდის. ეს უცნაური საქციელია, როცა მრავალწლიან ომში ხარ ჩართული ფსიქოპატის ხელმძღვანელობით მობით მოქმედ ძალებთან, მაგრამ ეს ძალიან განსაკუთრებული თევზაობაა. უკრაინა ანკესებს არ იყენებს, მას არც სათბო არ სჭირდება. მხოლოდ დრონები და ძალიან ჭკვიანურად შექმნილი მექანიზმებია საჭირო, რომლებიც ბადეებს ჰაერში უშვებენ. აი ასეა. ყველაზე უცნაური, მაგრამ გენიალურად მარტივი მეთოდი, რომელიც უკრაინამ მოიფიქრა რუსული დრონების დასაჭერად. რუსეთს არ იცის რა გააკეთოს. მისი შაჰიდები სარდინებივით იჭერენ, რადგან უკრაინა ახალ თევზსაჭერი ბადის სტრატეგიას იყენებს, რომ ისინი ციდან ჩამოაგდოს. ყველაფერი გიჟურად ჟღერს, არა? მოგვინდოდა გაგაცნოთ Windfly Spider-ი. პირველად ამის შესახებ მილიტარნიმ გაავრცელა ინფორმაცია. ეს საოცარი ახალი დრონი აგებულია Windfly 10 Hunter-ის, შასიზე და თავისთავადაც საკმაოდ შთამბეჭდავია. შეუძლია მიაღწიოს 5000 მეტრის სიმაღლეს და განავითაროს 160 კმ/სთ-ში მაქსიმალური სიჩქარე. დრონი საკმარისად სწრაფია და მაღლა დაფრინავს, რომ უმეტეს რუსულ დარტყმით დრონებს კამიკაძე საფრთხის სახით გაუმკლავდეს. დაამატეთ 18 კილომეტრზე მეტი მოქმედების რადიუსი და შეიძლება ითქვას, რომ ეს დრონი უფრო საშუალო რადიუსის საჰაერო თავდაცვის საშუალების კატეგორიას უახლოვდება, ვიდრე უბრალოდ მოკლე რადიუსის დამცავი საშუალებაა. დრონი ჭკვიანია და მარტივად დასაყენებელი. გაშვებას მხოლოდ 3 წუთი სჭირდება. ის ჰაერში შეიძლება დარჩეს 25 წუთამდე და შეუძლია სამიზნეების აღმოჩენა და ამოცნობა 500 მეტრის მანძილზე. Windfly 10 Hunter-ით უკრაინას ყავდა დრონი, რომელიც იდეალური იყო საფრთხის ქვეშ მყოფ საჰაერო სივრცეში ხანგრძლივად დარჩენისთვის და მზად იყო დაერტყა, როცა შაჰიდი მიუახლოვდებოდა. მაგრამ ეს უკრაინისთვის საკმარისი არ იყო. Windfly 10 Hunter-ში პოტენციალის დანახვის შემდეგ უკრაინის ბრწყინვალე ინოვატორებმა საკუთარ თავს კითხეს, რა შეეძლოთ გაეკეთებინათ, რომ დრონი კიდევ უფრო ეფექტური საფრთხე გამხდარიყო რუსეთის გრძელდისტანციური დრონებისთვის. მათ პასუხად დაამატეს ბადე. კონკრეტულად კი ეს არის Karakurt, K2 ბადის გამშვები, რომელიც ახლა ინტეგრირდება Windfly 10 Hunter დრონებში, რათა შეიქმნას სრულიად ახალი მოწყობილობა, Windfly Spider-ი. სახელი სიმბოლურია. ობობა ბადეში ბუზებს იჭერს და სწორედ ამას აკეთებს ახლა უკრაინის დრონი. უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ცაში ფაქტობრივად თევზსაჭერი ბადის გაშვება. ეს ბადე ეხება რუსულ დრონს, უზღუდავს ფრემის შესაძლებლობას და საბოლოოდ მიწაზე აგდებს. ეს მართლაც ბრწყინვალე მოწყობილობაა. Karakurt K2 არის ბადის გამშვები მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ალუმინისგან და შეუძლია მუშაობა ტემპერატურის დიაპაზონში -20 გრადუსიდან 50 გრადუს ცელსიუსამდე. ეს პრაქტიკულად ფარავს უკრაინაში არსებულ ყველა ტემპერატურულ დიაპაზონს, რაც ამ მოწყობილობას ყველა ამინდისა და მთელი წლის განმავლობაში გამოსატენებლად აქცევს. გამშვები მოწყობილობა მსუბუქია, იწონის მხოლოდ 200 გრამს. ამიტომ მისი დატენება Windfly 10 Hunter-ზე დრონს არ დაამძიმებს იმდენად, რომ რუსულ დარტყმით დრონთან ტემპს ვეღარ აუთხოს. გარდა ამისა, გამშვები მოწყობილობა USB-C პორტით ერთდება, ასე რომ უკრაინას არ უწევს მწარმოებელზე მიბმულ მექანიზმებზე ან რთულ შეკეთებებზე ფიქრი. USB-C პორტებისა და კაბელების მოძიება ძალიან მარტივია, ასე რომ ამ ნაწილში გაუმართავების შემთხვევაში შეკეთებას ძალიან ცოტა დრო დასჭირდება. მომავლისთვის მზადყოფნა. Windfly Spider-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, როგორც მალე გაიგებთ, მაგრამ ჯერ ცოტა მეტი ბადეზე. Karakurt ქარს შეუძლია თავისი ბადის გაშლა დაახლოებით 15 მეტრის მანძილზე. ბადე შემდეგ იხსნება 3-დან 5 მეტრამდე მანძილზე სამიზნედან. ამ სამიზნეს ფარავს 3-ზე 3 მეტრის ბადე, რომელიც დარტყმის დრონს მიწაზე ქაჩავს. ამიტომ Windfly Spider-ს ძალიან ახლოს უნდა მივიდეს სამიზნესთან. მაგრამ სწორედ ეს იყო უკრაინის მიზანი, Windfly 10 Hunter-ის გამოყენებისას. სისწრაფე და მანძილი მისი მთავარი უპირატესობებია და დრონი ორივე ამ თვისებას იყენებს, რომ შაჰიდთან ახლოს მივიდეს მანამ სანამ ბადეს ისვრის. ეს ყველაფერი გიჟურად ჟღერს, თითქოს პრაქტიკაში ვერ იმუშავებს. მაგრამ როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს იდეა, Windfly Spider-ს სწორედ პრაქტიკაში შეუძლია ამის გაკეთება. და ამის დასამტკიცებლად მხოლოდ უკრაინის სიტყვას არ ვინდობით. ვიდეოები, სადაც Spider-ი ნადალს იჭერს, უკვე ვრცელდება. Windfly-მ ეს კადრები თავის YouTube არხზე გააზიარა, სადაც ბადის გასროლის შედეგებს ვხედავთ. დრონი მიწაზეა გაჭედილი, ბადეში გახვეული, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი. კარგი, ეს შედეგია, მაგრამ როგორ მოხდა დრონი იქ? მალე ვხედავთ, როგორ აფრინდება Windfly Spider-ი ჰაერში, რათა გადაუჭრას გზა დრონს, რომელიც ზემოდან გადაფრენას ცდილობს. რამდენიმე წამში ბადე უკრაინის დრონიდან ამოიფრქვევა. ის ეხება შემომავალ უპილოტო საფრენ აპარატს და მიწაზე აგდებს მას. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად დრონის შესაძლებლობების დემონსტრაციაა, ეს ერთი ვიდეო ორ მნიშვნელოვან რამეს გვაჩვენებს. პირველი, Windfly Spider-ის კონცეფცია, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს გამართლებულია.
და მეორე, ის ძალიან კარგად მუშაობს. რაც აქ ხდება, აუცილებელი არ არის იყოს ცალკეული ტექნოლოგიური ნიმუში, რომელიც უკრაინის ბრწყინვალე გონებებმა შექმნეს. ბადეები დიდი ხანია დრონების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ამას Windfly Spider-ი აკეთებს. ხოლო რამდენიმე დღით ადრე, სანამ უკრაინა თავის ახალ ჩამჭერს წარადგენდა, Business Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ანტიდრონულ ბადეებს ამონტაჟებდა თავის წყნარი ოკეანის წყალქვეშა ნავების ბაზაზე. რაც როგორც ჩანს, უკრაინის შორმანძილზე მოქმედი დრონებისგან წყალქვეშა ნავების დაცვას ისახავს მიზნად. ეს არის ის, რასაც ორივე მხარე აკეთებს. ანტიდრონული ბადეები ხშირად გვხვდება ტანკებზე, სამხედრო ობიექტების გარშემო და უკრაინის ქალაქებში, ზუსტად იმ მიზეზით, რაც ვიხილეთ Windfly ვიდეოში. თუ დრონი ბადეს დაეჯახება, განსაკუთრებით თუ ის პროპელერიანი დრონია, ბადე მას ჩამოაგდებს. უკრაინამ ეს მარტივი იდეა აიტაცა და ფართოდ გამოიყენა. ჩვენ ამას გულისხმობთ არა მხოლოდ იმით, რომ უკრაინამ ბადეების გამშვები მოწყობილობიდობები დაამატა თავის გადამჭერ დრონებს. როგორც правда იუწყება, ბადეების გამშვები უპილოტო აპარატები უკრაინის ფრონტის ხაზზე ისეთივე გავრცელებული ხდება, როგორც მალე იქნება ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ფენებში. სინამდვილეში უკვე ორი კომპანიამ შექმნა ბადეების გამშვები მოწყობილობები, რომლებიც მონტაჟდება FPV დრონებზე და ეს ჯარისკაცებს ახალ საშუალებას აძლევს თავი დაიცვან რუსეთის მიერ გაშვებული FPV დრონებისგან. უკვე მარტში პოტაშკა დრონებმა, რომელიც უკრაინული კომპანია, გამოაცხადა, რომ დაიწყებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ბადეების იარაღის ექსპორტს ესტონეთში. ეს იარაღები ჭკვიანურია. ისინი ფაქტობრივად პისტოლეტებია, რომლებიც ტყვიების ნაცვლად ბადეს ისვრიან. იდეა კი ისაა, რომ მოახლოებული დრონი ბადეში გაეხვეს, სანამ ის იმ ჯარისკაცთან მიო, რომელსაც მისდევს. ცროლის მანძილი 30 მეტრამდეა, რაც საშუალებას აძლევს იარაღს, რომ დაჭერილი დრონი მიწაზე ისე ჩამოაგდოს, რომ ჯარისკაცს საკმარისად მოშორებით დაეცეს და მინიმუმამდე დაიყვანოს აფეთქებისა და ნამსხვრევების საფრთხე, თუ დაჭერილი დრონი აფეთქდება. ასევე მარტში კიდევ ერთმა უკრაინულმა კომპანიამ სახელად Bluebird Tech-მა წარადგინა თავისი ჩიპა ბადის გამშვები, რომელიც ანალოგიურ მიზანს ემსახურება, როგორც პოტაშკას ბადის იარაღი. ისევ ჯარისკაცი უმიზნებს, ისვრის და უშვებს ბადეს დაახლოებით 25 მეტრის მანძილზე, რათა ჩამოაგდოს მომავალი FPV დრონი. რაც მთავარია, არც ერთი ამ სისტემიდან არ არის დამოკიდებული რადიოსიგნალებზე ან სიხშირის ჩახშობაზე, რაც ნიშნავს, რომ მათი მოშლა შეუძლებელია და ისინი უზრუნველყოფენ უფრო საიმედო მექანიკურ მეთოდს FPV დრონების ჩამოსაგდებად. ასე რომ ეს აშკარად კონცეფცია, რომელსაც უკრაინული კომპანიები უკვე გარკვეული დროა ავითარებენ. ხოლო ახლა ეს ტექნოლოგია გადადის ქვეითების მიერ გამოყენებული იარაღებიდან დრონებზე, რომლებიც შაჰიდების გადაჭერაზე არიან პასუხისმგებლები. კიდევ ერთი ასპექტია Windfly Spider-ის, რომელიც გვინდა განვიხილოთ, სანამ გადავიდეთ შემდეგზე. შეიძლება გახსოვთ, რომ მომავალზე ორიენტირებულობას ვახსენებდით, როცა USB-C პორტებისა და კაბელების გამოყენების ტექნიკური მომსახურების უპირატესობებზე ვსაუბრობდით. ეს მხოლოდ ზედაპირული ნაწილია. მომავალზე ორიენტირებულობის მეორე ასპექტი, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, Windfly Spider-ის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობაშია. უკრაინა დიდი ხანია იყენებს ჩამჭრელ დრონებს რუსული უპილოტო აპარატების გასანადგურებლად. ეს დრონები ძვირი არ ღირს. Military Times-ის ინფორმაციით, თითოეულის ფასი შეიძლება სულ რაღაც $1000 იყოს. თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე პრობლემა აქვს. როდესაც ჩამჭრელი დრონი წარმატებით ურთყამს სამიზნეს, მხოლოდ შაჰიდი არ გამოდის მწყობრიდან. ჩამჭრელიც მასთან ერთად ნადგურდება. ეს პრობლემა არ არის, როცა საქმე რამდენიმე დარტყმით დრონთან გვაქვს, მაგრამ ეს შეიძლება სერიოზულ ფინანსურ თვირთად იქცეს, როცა ასობით დარტყმით დრონთან ბრძოლაში კამიკაძე ჩამთრელებს იყენებენ, რაც უკრაინისთვის თითოეულ შეტევაზე 6 ნიშნა ხარჯებს იწვევს. სწორედ აქ იჩენს თავს Windfly Spider-ის გენიალურობა. დრონი თავს არ ანადგურებს შაჰიდის გასანადგურებლად, რაც პირველი უპირატესობაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ დრონების მიერ გამოყენებული ბადეები წარმოუდგენლად იაფია. რამდენად იაფი? მხოლოდ $27 თითო ბადე. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს დრონი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე უკრაინის მიერ აქამდე გამოყენებული ნებისმიერი გადაჭერის მეთოდი. თუნდაც ყველაზე იაფი გადამჭერი დრონები, რამდენადაც ეფექტურებიც არ უნდა იყვნენ, ვერ შეედრებიან Windfly Spider-ს ხარჯთ ეფექტურობის თვალსაზრისით. აქ უკრაინას აქვს დრონი, რომელსაც შეუძლია შაჰიდის ჩამოგდება $27-იანი ბადით. შემდეგ კი ოპერატორთან დაბრუნება, რომ სხვა ბადით ხელახლა აღიჭუროს და ისევ გაეშვას კიდევ ერთი შაჰიდის ჩამოსაგდებად. ასეთ ფასში Windfly Spider-ს შეუძლია დაახლოებით 37 რუსული დარტყმითი დრონის ჩამოგდება იმავე ფასად, რაც უკრაინის ყველაზე იაფი გადამჭერი დრონი ღირს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ გადამჭერი დრონები გაქრობის გზას დაადგებიან. უბრალოდ, ახლა უკრაინას აქვს ახალი ტიპის გადაჭრის მეთოდი, რომელსაც შეუძლია პროპელერიანი დარტყმითი დრონების ჩამოგდება, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს მეტი თანხა ჩადოს გადამჭერების გაუმჯობესებაში, რათა მათ უფრო სწრაფი საფრთხეების განადგურება შეძლონ. და ეს საფრთხეები უკვე მოდის. მაგრამ სანამ უფრო ღრმად შევალთ თემაში, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დრო დააჭიროთ რილაქს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ მეტი ჩვენი ვიდეო გამოჩნდეს თქვენს ფიდში. უკრაინის მრავალი გენიალური გამოგონების მსგავსად, Windfly Spider-ი ავსებს ნიშაც. თუნდაც ეს ისეთი გზით აკეთოს, როგორცაც მანამდე ვერავინ წარმოიდგენდა, სანამ უკრაინამ არ გამოიგონა იგი. ამ დრონის გამოჩენა ზუსტად დროული აღმოჩნდა, რადგან რუსეთი 2026 წელს ძლიერ ეკორდნობა ერთობლივ დრონებისა და რაკეტების შეტევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ძალებს რეალური წინსვლა არ აქვთ სახმელეთო ბრძოლებში. წლის განმავლობაში რუსული დრონების საფრთხის მუდმივი ესკალაცია ვიხილეთ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, რუსეთმა ივლისში 9000-ზე მეტი რაკეტა და დრონი გაუშვა.
ეს უზარმაზარი რიცხვი რაც ხვია, რაც დღეში საშუალოდ დაახლოებით 290-ს შეადგენს. ეს არის ის მასშტაბი, რომელსაც უკრაინა ეჯახება და გვაჩვენებს, რატომ არის ხარჯების შემცირება ასეთი მნიშვნელოვანი ჩამოგდებისთვის. თუ ვივარაუდებთ, რომ დღეში 290 დრონია, ყველა ჩამოგდებულია თითო $1000-იანი გადამჭერი დრონებით. ეს ნიშნავს $290,000, ანუ $290,000 დახარჯულს. Windfly Spider-ებით იგივე რაოდენობის დრონის ჩამოგდება მხოლოდ $7,830, ანუ $7,830 დაჯდება. ეს რა თქმა უნდა სრულყოფილი შედარება არ არის. რუსული დარტყმითი დრონების სხვადასხვა ტიპს განსხვავებული მიდგომა სჭირდება და Windfly Spider-ი ყველაფერს ვერ გაუმკლავდება. მიუხედავად ამისა, ეს შედარება კარგად აჩვენებს, რამდენად დიდი დანაზოგის მონტანი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინის ახალი დრონების გამანადგურებელი. და ასეთი სახის დანაზოგების საჭიროება განსაკუთრებით ნათელი ხდება, როცა უკრაინიდან მიღებულ ბოლო დაზვერვის ინფორმაციას გავითვალისწინებთ. აგვისტოს 12-ში United 24 მედიამ გაამჟღავნა, რომ რუსეთმა დააგროვა დაახლოებით 6200 შაჰიდის ტიპის დრონის რეზერვი. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი თავს იმ მდგომარეობაში აყენებს, როცა ერთ ტალღაში უკრაინაში 600-დან 1000-მდე დრონის გაგზავნა შეუძლია. კიდევ ერთხელ, აქ ხარჯების ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ რაოდენობრივად რომ შევხედოთ, უკრაინას სჭირდება ყველა შესაძლო ვარიანტი, რაც კი ხელში ჩაუვარდება, რომ ამ მზარდ საფრთხეს გაუმკლავდეს. და დრონი, რომელსაც შეუძლია თითოეულ რუსულ იერიშზე რამდენიმე შაჰიდის განადგურება შეუძლია და მისი მრავალჯერადი გამოყენების გამო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ღირებულების გამო. ამ ყველაფერში უკრაინისთვის დადებითი მხარე ის არის, რომ ის გამორჩეულად კარგად ახერხებს რუსეთის იერიშის დრონების ჩამოგდებას. მაისში უკრაინამ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ 91.13%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი აჩვენა. ივნისში ეს პროცენტი ოდნავ შემცირდა და 90%-ს მიაღწია, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს, რომ რუსეთის დრონების უმეტესობა მიზნამდე ვერ აღწევს. ამან შეიძლება დაგაფიქრებინოს, რამდენად გონივრულია ახალი ტექნოლოგიის დანერგვა, როცა უკრაინა უკვე არსებულითაც ასე კარგად ახერხებს ჩამოგდებას. მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტი, ანუ ICC, კიდევ იმასაც აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როცა უკრაინამ რუსეთის ბენზინზე მომუშავე შაჰიდის ვარიანტების 96%-მდე ჩამოაგდო. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ამ ჩამოგდების მაჩვენებლებს და დაიწყო რეაქტიულ ძრავზე მომუშავე შაჰიდის დრონების გამოყენება, რათა უკრაინის ჩამოგდები დრონები აიცილოს. Reuters ინფორმაციით, ინიერიშის დრონების დაახლოებით 20%, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში აგზავნის, რეაქტიულ ძრავზე მუშაობს. ეს მათ სიჩქარის იმ უპირატესობას აძლევს, რაც ბენზინზე მომუშავე დრონებს არ აქვთ. რაც მათ საშუალებას აძლევს გაუსწრონ უკრაინის არსენალში არსებულ ამჟამინდელი თაობის ჩამომგდებ დრონებს. რუსეთმა მოერგო, უკრაინამაც იგივე უნდა გააკეთოს. ICC-ც ამას უსვამს ხაზს. აღნიშნავს, რომ ივნისში უკრაინის ჩამოგდების მაჩვენებლის ვარდნა და მსგავსი ვარდნა ივლისშიც მიუთითებს, რომ რუსეთი უფრო მეტ რეაქტიულ ძრავიან იერიშის დრონს იღენებს. ჩვენ ვერ ვიტყვით დარწმუნებით, რომ Windfly Spider შეუძლია ჩამოაგდოს დრონების ეს ახალი თაობა. მაგრამ რაც ნამდვილად შეუძლია უკრაინისთვის, არის ბენზინზე მომუშავე ვარიანტების მასობრივად ჩამოგდება. რაც უკრაინას საშუალებას აძლევს გააუმჯობესოს თავისი ჩამომგდები დრონების ტექნოლოგია, რეაქტიულ შაჰიდებთან გასამკლავებლად. უკრაინა უკვე ამაზე მუშაობს. 10 აგვისტოს United 24 მედიამ გამოაცხადა, რომ Litoar Plus-ი დრონი წარადგინა უკრაინულმა თავდაცვის კომპანიამ F-Drones-მა. მას შეუძლია გადააჭარბოს 400 კმ/სთ-ში სიჩქარეს, რაც საკმარისია რეაქტიულ შაჰიდებთან დასაწევად და ჩამოსაგდებად. ასე რომ ვიწყებთ იმის დანახვას, რა როლი შეიძლება შეასრულოს Windfly Spider-მა უკრაინის მრავალფენოვან საჰაერო თავდაცვის სტრატეგიაში. ის დაიკავებს იმ ნიშას, რომელსაც წინა თაობის ჩამომგდებები ავსებდნენ. ან ჩაანაცვლებს, ან შეავსებს მათ, რათა გაუმკლავდეს რუსეთის უფრო ნელა მოძრავ, ბენზინზე მომუშავე შაჰიდის დრონებს. ეს კი უკრაინას აძლევს შესაძლებლობას უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს სწრაფ ჩამომგდებლებში. Windfly Spider-ის გამოყენებით დაზოგილი თანხის წყალობით, რათა გაუმკლავდეს რუსეთის ახალ რეაქტიულ დრონებს. უკრაინამ რუსეთის ბოლო ნაბიჯს თითქმის მაშინვე უპასუხა, როგორც კი რუსეთმა ის გადადგა, რის გამოც კრემლი იძულებულია თავიდან დაიწყოს ფიქრი, თუ როგორ გახადოს თავისი გრძელდისტანციური დარტყმები უფრო ეფექტური. უკრაინა ყოველთვის იმ მიდგომით მოქმედებს, რომ რასაც უკვე კარგად აკეთებს, ყოველთვის შეიძლება კიდევ უკეთ გააკეთოს. Windfly Spider-ი ამ ფილოსოფიის გამოვლინებაა. უკრაინის უნარი დაუპირისპირდეს რუსეთს შეიძლება გენიოსობა იყოს, მაგრამ ამ ახალ დრონში კიდევ ერთი ბოლო ასპექტია, რომელიც შესაძლოა უფრო ბრწყინვალეა, ვიდრე აქამდე რაც განვიხილეთ. ამ ბრწყინვალების მინიშნება გვაქვს იმ FPV დრონების ბადეებში, რომლებიც ვახსენეთ. ეს ბადეები უნარიანია, შეაჩეროს რუსული FPV დრონები აფეთქებადი საწინააღმდეგო საშუალებების გარეშე. სხვა სიტყვებით, დრონებს მთლიანად იჭერენ და არა ნამსხვრევებად. ყოველ შემთხვევაში ისინი, რომლებიც დისტანციურად ვერ ააფეთქებენ. თუ იგივე ეხება Windfly Spiders და როგორც ჩანს ნანახი კადრების მიხედვით ასეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამ ახალმა ჩამჭერმა დრონმა შეიძლება გასაღები მოქცეს იმ ტექნოლოგიის გასაშიფრად, რომელსაც რუსეთი თავის დამთმელ დრონებში იყენებს. რა ტიპის ასაფეთქებლებს იყენებენ? როგორ მზადდება ისინი? რა კომპონენტებია გამოყენებული? რისი ცოდნაც სანქციების დასაწესებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა საწინააღმდეგო ზომები შეიძლება დაეხმაროს რუსეთის დრონების წინააღმდეგ? ეს ის კითხვებია, რომლებზეც უკრაინა შეძლებს პასუხის გაცემას, რადგან ახლა უკვე შეუძლია რუსეთის დამთმელი დრონების განადგურების ნაცისნაცვლად მათი დაჯერა და ეს ბრწყინვალება აქ ამთავრდება. როცა უკრაინას ეს ინფორმაცია ექნება, ის ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის არ გამოიყენებს.
ეს ყველაფერი ინფორმაცია, რომელსაც უკრაინა თავის მოკავშირეებსაც გაუზიარებს და უკრაინამ უკვე შექმნა მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს აღმოჩენილი ინფორმაცია გაავრცელოს. 19 ივნისს უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა წარადგინა ახალი მონაცემთა ბაზა, სახელადად Trophy-Lab. ეს მონაცემთა ბაზა მომხმარებლებს აძლევს წვდომას ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება ხელში ჩაგდებულ რუსულ ტექნოლოგიებს. როგორც მაშინ ფედოროვმა თქვა, ამ უსაფრთხო პლატფორმის საშუალებით მოკავშირე ქვეყნების მთავრობები, ლაბორატორიები და თავდაცვითი და თავდაცვითი ტექნოლოგიების მწარმოებლები იღებენ წვდომას სიღრმისეულ ტექნიკურ მონაცემებზე, ანგარიშებსა და სისუსტეებზე. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ფიზიკური აღჭურვილობა ტესტირებისთვის, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საპასუხო ზომების შემუშავების ციკლს. Winfly Spider ზუსტად იმ მდგომარეობაშია, რომ ეს მონაცემთა ბაზა უკრაინის მოკავშირეებისთვის შირეებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს. მისი საშუალებით უკრაინა შეძლებს რუსული დარტყმის დრონების მთლიანად დაჭერას, მათ გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეებთან გაგზავნას შესასწავლად. ამ შესაძლებლობიდან კიდევ მეტი ინფორმაცია გამოვლინდება. ამის შედეგად უკრაინა კიდევ უფრო მტკიცედ დაიმკვიდრებს თავს დასავლეთის ფართო თავდაცვით ეკოსისტემაში, ვიდრე აქამდე ჰქონდა. უკრაინის დრონების დიპლომატიამ ახლახან განახლება მიიღო. ადრე ეს დიპლომატია მთლიანად ეფუძნებოდა თავისი გამოცდილებისა და შექმნილი დრონების გაზიარებას, რაც უკრაინას საშუალებას აძლევდა დაედო ახალი თავდაცვითი კონტრაქტები ყველას. ევროპის უმეტეს ქვეყნებიდან დაწყებული, სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებამდე, რომლებსაც ირანში ომი ემუქრებათ, ამ ცოდნაზე წვდომა სურს. Winfly Spider-ისა და Trophy-Lab-ის თვალობით, უკრაინას შეიძლება ბევრად მეტი ცოდნის მიწოდება შეეძლოს, ვიდრე რუსეთს ოდესმე ეგონა, რომ მის მტრებს ექნებოდათ. და მოთხოვნა ნამდვილად იქნება, განსაკუთრებით ევროპაში. რუსეთი ზედმეტად თავდაჯერებული გახდა თავისი დრონების შეჭრებით სხვა ქვეყნებში. 11 აგვისტოს რუსული დრონი, რომელიც რუმინეთის ყველაზე დიდ ბუნებრივი გაზის პროექტთან ახლოს, შავი ზღვის ტერიტორიაზე ტივტივებდა, არმიის მკვინთავებმა გაანადგურეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუმინეთმა უკვე ჩამოაგდო რამდენიმე რუსული დრონი, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდი აცხადებს, რომ ევროპაში ახლა უკვე ახალი საფრთხის დონეა, როდესაც საუბარია დრონებზე. ეს საფრთხეები არ არის მოხარულების საქმე, არამედ ისინი ძალიან პროფესიულ მომზადებასა და შესრულებას საჭიროებს. ჩვენ საქმე გვაქვს შესაძლოა უცხო ძალებთან, განაცხადა დობრინდმა. ამ საფრთხეს უნდა უპასუხოთ. როგორც თვითონ Winfly Spider-ი, ასევე ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას შეუძლია რუსული დრონების დაჭერა ისე, როგორც თევზის ამოღება კასრიდან, უკიდურესად ფასეულია უკრაინის პარტნიორებისთვის. Რავინ იცის, იქნებ უკრაინის ბადეებმა კიდევ მეტი თავდაცვის კონტრაქტი მოუტანოს. ბოდიში, ჩვენ თვითონ გავალთ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, უკრაინის მიერ რუსეთის გრძელდისტანციური საფრთხის წინააღმდეგ ახალი გზების პოვნა ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც კრემლმა გამოსავალი უნდა მოუძებნოს. უკრაინის გრძელდისტანციური დრონები თავად რუსეთის ტერიტორიაზე დიდ ზიანს აყენებენ და ამას ყველაზე კარგად Wildberries-ისთან დაკავშირებული ადამიანები იციან. რუსეთის ორმაგი დანიშნულების ლოგისტიკური ქსელი სერიოზული დარტყმის ქვეშაა, რადგან უკრაინა ავითარებს სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის პარალიზებას. დარტყმები უფრო მასშტაბური ხდება, მიყენებული ზიანი იზრდება. ყველაფერს ამის შესახებ ჩვენს ვიდეოში გაიგებთ, მაგრამ ჯერ არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი საუკეთესო იარაღების მიმოხილვა, რომელსაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ავითარებს. მადლობა ყურებისთვის.